იმ ოთახში დავტოვე ის რუსკა, რომელიც აი ამ ყველაფერს განიცდიდა და გამოვედი აბსოლუტურად სხვა. რადიკალისტსაც მეძახიან და ალბათ არც ცდებიან ამაში, ხო? მე იქ არ ვჩერდები, სადაც თავს კომფორტულად არ ვცნობ. ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევდი, რა ხდება ბაღების სისტემაში. სრული დუმილი მშობლების მხრიდან. სიკვდილი არსებობს ბიოლოგიურიც და მენტალურიც. წარსულში რომ დაგაბრუნა. დამაბრუნეთ. ხომ არ აირჩევდი სამსახიობო კარიერას? რეგიონებში ცხოვრება უფრო იაფია. ჩემთვის ნევსის ქურდი და აკლენის ქურდი ერთი და იგივეა. თითქოს სხვისთვის ცხოვრობს. ეგრეა, ეგრეც არის. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ დაფნეს პოდკასტს. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია გოგონა, რომელიც თბილისიდან რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად. ბლოგერი რუსკა ოსიყმაშვილი. რუსკა, მოგესალმები და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ რომ ვართ თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ვფიქრობ საინტერესო პოდკასტი გველოდება წინ. რუსკა, მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ მიიღე ქალაქიდან წასვლის გადაწყვეტილება და რა იყო ამის მიზეზი? ხო, ეს ძალიან საინტერესო თემა არის და ამ თემაზე მისაუბრია, მაგრამ ეხლა მოდი უფრო ღრმად ვისაუბროთ, ხო? მე მყავს ორი შვილი, მცირეწლოვანი შვილები მყავს და მე და ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, აქ ვმუშაობდით, ჩვენი შემოსავალიც ჰქონდა. საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ როდესაც ხარ აქტიური ადამიანი და მე ზუსტად ამ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, უნდა წახვიდე ქალაქში, რომელზეც ძალიან მცირე წარმოდგენა გაქვს. მაშინ ვიცოდი, რომ არსებობდა პატარა ქალაქი, ტყიბული, საიდანაც იყო აჩი, ჩემ მეუღლეზე არის საუბარი და მას უნდა დაბრუნება დედა ყავს ტყიბულში. მე ვიყავი წინააღმდეგი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა წახვიდე აქ დატოვო შენი საქმე, სამსახური, სამეგობრო, ანუ ყველაფერი რაც კი აქ შეგიქმნია, არ არის ესე რომ ვთქვათ, მარტივი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეუღლე იმასაც მეუბნებოდა, რომ იცი რა, ჩვენ აქ რა თანხასაც გამოვიმუშავებთ, ხო, იქ შენი რესურსებითაც და ჩემი რესურსებითაც უფრო მეტად შეგვერგება, ესე რომ ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ქალაქის ცხოვრების ბიუჯეტირება და რეგიონის ცხოვრების ბიუჯეტირება და ამით ახმებით რომ არის მაქსიმალურად სხვადასხვა არის, თუმცა მაგაზეც მე ვიტყვი რამდენად განსხვავდება. მივიღე ექსტრემალური გადაწყვეტილება, რატომ? რომ მოდი მე რადგან სულ მოგზაურობ და მიყვარს ეს გამოწვევები, კარგი, აჩისაც რა თქმა უნდა მშობლიურ მხარეს უნდა ცხოვრება და მოდი, რას დავკარგავთ, საინტერესო წლები მოვაწყოთ ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ერთ-ერთი მომენტი იყო ეს, რთული იყო საბოლოო ჯამში, თუმცა მე უკვე გადალაგებული აზროვნებით წავედი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა დაახლოებით ჩემ თავზე ვიყავი დაყრდნობილი ესე რომ ვთქვათ. როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას ახლობლები? დიდად მოხარულები არ იყვნენ, იმიტომ რომ ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ ძალიან და დღემდე ანუ სულ მხარში მიდგანან განსაკუთრებით ბავშვების თემაში. ალექსანდრე პატარა განსაკუთრებით არის მამაჩემის გაზრდილი, ესე რომ ვთქვათ, მამამისის მოსახელიც არის და ძალიან დიდი რესურსი აქვს ბავშვობიდან ჩადებული. მათთვის აიღო ეხლა და უცებ გადაწყვეტილება მიიღო და მოწყვიტო ამდენი კილომეტრით, ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო. ამიტომ აი მეუბნებოდა მამაჩემი, რომ აი მოდი იქნება, მაინც დაფიქრდე, რა თქმა უნდა არ შემწინააღმდეგებია და შენთვის როგორც იქნება უკეთესი, მაგრამ აი ბოლო წუთებში მაინც ორჭობობდა, განიცდიდა და ხანწნევით გვირეკავდა იქიდან და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული იყო. მათ შორის ჩემი მეგობრების მხრიდანაც, იმიტომ რომ როდესაც მეგობარი გვერდში ყავს, ეს უფრო მარტივი არის და რთულია შემდეგ. კი, ერთ იმას მეუბნებოდი, რომ კაია, რომ აი რაღაცა შეიცვლება, რაღაცა გარემო შეიცვლიან, ბუნება, ასე შემდეგ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მარტივი არ ყოფილა. შვილები საკმაოდ პატარა ასაკში იყვნენ ამ დროს, აი შვილებმა როგორ განიცადეს ეს ცვლილება? ბავშვებისთვის იყო უფრო მარტივი და გეტყვით რატო. წინასწარ რაღაც თემებზე ყოველთვის მუშაობ ხოლმე. როდესაც წასვლა გადავწყვიტეთ, მე უკვე რამოდენიმე თვით ადრე მე მათ ვესაუბრებოდი, რომ დედა, ეხლა ჩვენ მივდივართ სამოგზაუროდ, რაღაც პერიოდი ვიცხოვრებთ აქ და აი ნახე რა მაგარი საინტერესო ისტორიები და ამბები ქარი მთები, ვეუბნებოდი მდინარეები, ჩანჩქერები, თან ესე უყვებოდი ემოციურად. ემოციურად და მართლა და ხო, ანუ სტრესი ბავშვებს არ ქონიათ არანაირი, პირიქით ქონდათ მოლოდინი, რომ მოდი ეხლა გადავიდეთ და ვნახოთ რა მოგზაურობაში შევალთ. რაზე გველაპარაკებოდა დედა? რაზე გველაპარაკებოდი, რა სასწაული ხდება ტყიბულში. რა შეგრძნება იყო, როდესაც ჩაალაგე ბარგი და წავხედი?
ძალიან რთული შეგრძნება იყო, როდესაც საბოლოო ჯამში იაზრებ, რომ უცებ უნდა ადგე და წახვიდე და მოწყდე ყველაფერს. აი ეგ უკვე დეპრესიული მომენტი სიმართლე გითხრათ იყო, ნამდვილად იყო. და წახვიდე არა 2 კვირით. არა, 2 კვირით ახლა. ხო, ვერ მოიკიდე ბარგს და ვერ წამოხვალ ნახევარ საათში, რომ მიხვდე, რომ ამას აღარ მინდა. აღარ მინდა. და ჩემი ბუნებიდან გამომდინარე. ანუ მზად ვიყავი და ეს რო გავიაზრე, რომ მე ჩემ თავთანაც საკმაოდ დიდი სამუშაო მექნებოდა და თან ეს სტრესი არ უნდა გადამეტანა ბავშვებზეც, იმიტომ რომ ნუ დედა როდესაც ვერ არის რა თქმა უნდა ფორმაში ეს გადადის ბავშვებზე. აი ამ მომენტმა საკმაოდ რთულად იმოქმედა, თუმცა იმ სახში და იმ ოთახში დავტოვე ის რუსკა, რომელიც აი ამ ყველაფერს განიცდიდა და გამოვედი აბსოლუტურად სხვა. რისი შიში გქონდა ყველაზე მეტად, როდესაც ამ ნაბიჯს დგამდი? საკუთარი ხასიათის, აი რამდენადაც ეს არ უნდა იყოს. ანუ მარტო შეგუება არა, ცოტა სპეციფიური ხასიათის მატარებელი ადამიანი ვარ რა. მე იქ არ ვჩერდები, სადაც თავს კომფორტულად არ ვცნობ. ოღონდ ნახეთ კომფორტში რა თქმა უნდა არ იგულისხმება რომ მე ხარ რაღაც სასტუმროში ვიყო მოწყობილი და 19 მოსამსახურე მემსახურება. რა თქმა უნდა. ანუ აქ არის ადამიანური ურთიერთობები, რასაც ჩემთვის აქვს აი უზარმაზარი მნიშვნელობა. ნახეთ, ქართველები ხო როგორიერი ვართ, ხო? ყველა კუთხეს თავისი სპეციფიური დამახასიათებელი ნიშანი აქვს, ხო? და მათ შორის ვარ მე ახლა. ადამიანი რომელიც შედის ამაში. რადიკალისტსაც მეძახიან და ალბათ არც ცდებიან ამაში, ხო? რაღაცა რო არ მომეწონოს, შეიძლება ერთხელ გითხრა მეგობრულად, აი სუფთა გულით რომ მგონია რომ გაიგებ. ანუ თუ ვნახე რომ ანუ შენ ცხენზე ზიხარ და მიაჭენებ, მე იქ არ ვჩერდები. ამის მაქვს უამრავი ისტორია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, აი სულ უკმაპურად დავჯდები. ანუ მოვიზღუდავ ყველაფერს და რაღაცა ღირსების თემას არის თუ რაღაცა არ გადავაბიჭებ. შიში რისიც მქონდა, ეს იყო, თუნდაც ჩემი საკუთარი ოჯახის წევრი იყოს. ერთადერთი შიში რაც ზუსტად ვიცოდი, რომ ფინანსურად ასე თუ ისე ხა ბევრი არც ახლა არ მაქვს და თავზე არ მაყრია, ერთადერთი რისი იმისაც მქონდა, რომ აი ჩემი ხასიათს რამდენად შეეგუებოდა თვითონ ან ქალაქი, ან თუნდაც ოჯახის წევრები, ხო ხა მარტივი არაა წლებით ცხოვრობენ ადამიანები ერთად და ისინი ვერ ეგუებიან ერთმანეთს და მით უმეტეს ოდესაც არ იცნობ ფინანსური უზრუნველყოფა ახსენე. იყავი ამ პერიოდში სადმე დასაქმებული ან შენი მეუღლე? ჩემი მეუღლე სასტუმროში მუშაობდა და მე უკვე მარკეტინგში ვიყავი საკმაოდ დიდი რეიტინგებით. მაშინ TikTok-ზე უფრო აქტიურობდი და ერთ-ერთი გვერდი 60,000 გამომწერლს. პირადი ვლოგები. კი, პირადი ვლოგები. ჩემი შემოსავალი ყოველთვის იყო კონტენტი, კონტენტ კრეატორი და სოციომედია მენეჯმენტი. შესაბამისად, მე უკვე მქონდა გარკვეულწილად ბექგრაუნდი, თანხის ეს არ იყო დიდი, იმიტომ რომ სადაც ვიდეო კონტენტით მუშაობდი, იმას რა თქმა უნდა ტყიბულში რო გადავიდოდი, ვერ გავაგრძელებდი, მაგრამ იყო უკვე მაგალითად ბათუმი, შემიძლია მართო ესე ონლაინ, ხო, უკვე ეც მენეჯერი, მიზნობრივი რეკლამა, რომელიც მარტივად შეიძლება მართო და დისტანციურად, ხო. ამიტომ ეს მქონდა. ეს არ იყო ბევრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ნამდვილად. ხარჯების კუთხით რაიმე შეიცვალა? რაღაცა ისეთი მოსაზრება მაქვს მოსმენილი, რომ და მე თვითონაც მგონია, რომ რეგიონებში ცხოვრება უფრო იაფია. იმიტომ რომ ალბათ ნაკლები აქტივობა გაქვს, რაშიც შეგიძლია თანხა წაიღო და გაფლანგო, ესე რა ვთქვათ და. შენი გამოცდილებით როგორია ამ კუთხით, ანუ ხარჯების კუთხით რაიმე შემსუბუქება იგრძენი, ესე რა ვთქვათ? იცით რა არის? კი არის განსხვავება, ფინანსური განსხვავება არის და ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ არ არის იმდენი რესურსი რეგიონებში, რამდენიც აქვს დიდ ქალაქებს, მაგალითად კაფე-ბარები, რესტორნები, თეატრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ კუთხით კი, რადგან არ არის მოთხოვნა, შესაბამისად ხარჯიც არის უფრო ნაკლები, თავისთავად. მაგრამ რაც შეეხება პროდუქტების თემას, ეხლა მაგალითად რაშიც აქტიურად მიწევს რა თქმა უნდა მონაწილეობა როგორც ყველას. სიმართლე გითხრათ დიდ განსხვავებას მე ვერ ვხედავ ამ კუთხით. განსხვავება არის იმ კუთხით რომ მოთხოვნა არის ნაკლები, იმიტომ რომ რესურსი ნაკლებია ზოგადად რეგიონებში, არ არის ამის ფუფუნება. ამაში ზოგავ კი ბატონო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც არის ხარჯი, მაინც არის რა. ანუ ეს ნამდვილად ესე არის. არ განსხვავდება ბევრი რაღაცის ფასი, დაჟე შეიძლება ბევრი რაღაცა ვერც იპოვოტრიბულში, ან ორჯერ ძვირად იყიდო თუ პირობითად, აი რა ვიცი, რაღაცა ტროპიკული ხილი, პირობითად ვიძახი.
ხო, შეიძლება ფიქრობდეს ვიღაცა რო არ არის ის, მაგრამ არის, რატომაც არა, ანუ ხალხი ნამცხვარს აკეთებს იმაზე, მარტო ვაშელზე და მსხალზე ხო არა ვართ მართლა ეგრე საზოგადოება. არის რაღაცებში არის. მის კუთხით მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ გამონაკლისების ჩათვლით, რა თქმა უნდა. როგორი იყო შენი წარმოდგენა ტყიბულზე? რა გამართლდა და რა არ გამართლდა? ჩემი წარმოდგენა ტყიბულზე, ათში ყოველთვის მეუბნებოდა და ათშის მეგობრები, რომლებიც თბილისში მხვდებოდნენ, რომ ტყიბულს ყავს განსაკუთრებულად მოსიყვარულე და მზრუნველი საზოგადოება. 100%-ით შემიძლია ვთქვა, მე ხო წელიწადი იქ ცხოვრობ, რომ ეს ნამდვილად განსაკუთრებულად მოსიყვარულე ადამიანები არიან, თბილები და არ დაიშურებენ, როგორ თქვა, საქებ ენერგიას, ესე რომ თქვა. ეს მე მიმაჩნია ძალიან დიდ ღირსებას, იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში დეფიციტი არის, ცუც მეც გეტყვიან, ვიდრე კარგს, ხო? ეს ნამდვილად ბუნების რესურსი, რასაც აჩიც მეუბნებოდა, მე რო იქ მოვიარე, ნამდვილად ძალიან ლამაზი და განსაკუთრებით სპეციფიურად სხვანაირი მხარე არის, მთებში ჩაფლული ქალაქი, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, იქ არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ხო? რაც თანაცხოვრების განმავლობაში უფრო მეტად შევაფასე. გამართლებულია, რომ ტყიბულები ძალიან ნიჭიერი ხალხი ყავთ. ამ ადამიანებს მეტი რესურსი და მეტი შესაძლებლობები უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებენ პირველ რიგში. იმიტომ რომ ამის წონაც გააჩნიათ, ანუ ისე არ ვიძახი, რომ რაღაცა უბრალოდ ვიღაცამ წაიმღერა, წაიფხაკუნა და მოდი გამოვაჩინოთ. არა. კიდე არის ბევრი საკითხი, მაგალითად განათლების სფეროში, ბაღებში იყო რაღაც შემთხვევა, ახლა კონკრეტულად არ ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევდი, რა ხდება ბაღების სისტემაში. როგორი კომუნიკაცია მიდის ბავშვებთან, იმიტომ რომ ბაღებში არ არის კამერები სამწუხაროდ დაყენებული. აი რაც მაგალითად ჩემთვის მისაღები არ არის, ეს არის დუმილის შეგრძნება რა. მე რაც ნახოთ, აი ნახეთ დუმილის შეგრძნებაში რას გულისხმობ. რეგიონებში, ამ შემთხვევაში ტყიბულს არ გულისხმობ, იმიტომ რომ კი იცით რომ ეს ყველგან დავდივარ, ესე რომ თქვა, ხო? უფრო მეტად ჩანს ადამიანების დუმილი. აი მაგალითად რაღაცა მოხდა, მაგრამ მე არ ვიტყვი, იმიტომ ცუდზე ვიძახი, რა თქმა უნდა, ხო? ცუდზე რა, ანუ არასასურველზე, რაც ისევ შენი ქვეყნისთვის, შენი ქალაქისთვის არის ცუდი. არ ვიტყვი, იმიტომ რომ შენ ჩემი ნათესავი ხარ. ის იმის ნათესავია, ის იმის მეჯვარეა, რაც აფუჭებს უკვე მთლიანობაში ფონს. ვერ მიდიხარ, წინ ვერ იზრდები. აი მე მაგალითად ბაღში მქონდა ინიციატივა, მე როგორც კი ჩავედი ტყიბულში, ეგრევე მქონდა ინიციატივა იმის, რომ მოდი კამერები ხوار დავაყენოთ და მოდი მეც დაგიდგებით მხარში, რაღაცა კარგი იქნება, ესე რომ თქვა, კი, მიცი რომ რთულია, რეგიონს თავისი ბიუჯეტი გააჩნია, იმას თავისი ისა ეგრე მარტივი არ არის, მაგრამ ანუ რატომ არა რომ წამოვაყენოთ ეს პრიორიტეტი. ანუ მე პირველი რაც დავინახე, სრული დუმილი მშობლების მხრიდან. მე არ ვიძახი არც დირექტორზე, არც გამგეზე, ისინი რა თქმა უნდა პოზიტიურად იყვნენ განწყობილები, მაგრამ ან ვისგანაც უნდა ინიციატივა მოდიოდეს, ხო? ეს იყო სრული დუმილი. და ეს იმით იყო შენი აზრით გამოწვეული, რომ თავის ახლობლებს უფრთხილდებოდნენ ამით? რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ეგ ერთი მომენტი და მეორე აზრი ის არის, რომ ჯერ კიდევ რეგიონებში, მე არ ვიცახი ის კიდევ ერთხელ ტყიბულს, არ ვიცახი. ყველგან ჩემი აზრით, სადაც არის ესეთი დიდ ქალაქებს რაც არ ეხება, არის ეს პრობლემა, რომ იცი რა არის, მე რა ჩემ შულს რომ ვიღაცამ პირობითად დაუყვიროს, ყური აუწიოს, მოარტყას, ხა მე მორტყმაზე ესე ვიძახი ზოგადად ჩვენ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ხო შეიძლება, რა მოხდა ახლა ასეთი. მაგრამ ნახეთ, აქ არის უკვე მენტალური სერიოზული პრობლემა კონკრეტულად მშობლის მხრივ. აქ უნდა იყოს გააზრებული ის, რომ შენ შვილს თელ დროს ატარებს ბაღში, ხო? იქ რო უშვებ და შენთვის მიღებული არის, იმიტომ რომ შენ ნათესავი მუშაობს და მე რა მოხდა წამოუფარცხუნოს და ასე შემდეგ. იქიდან როგორი ფსიქოლოგიით ესე რომ ვთქვათ, ხო, გარდატეხილი გამოდის, შენ ეს არ იცი. ავიცი ხა განვითარებაზე როდესაც საუბრობთ, ვიწყებთ პატარიდან. რა თქმა უნდა, ბაღი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ბავშვის განვითარებაში. იმიტომ რომ პირველი ადგილია, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობას ეჩვევა და ეს თუ არ არის მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, აუცილებლად კი. ძალიან საინტერესო თემები წამოჭერი, იმიტომ რომ შორიდან ყველაფერი ძალიან ლამაზი ჩანს. რა თქმა უნდა. რაც ერთი შეხედით ეს
მოკიდო შენს ოჯახს ხელი და ქალაქიდან გადახვიდე რეგიონში ერთი შეხედვით ძალიან ფერადი და ლამაზია, იმიტომ რომ ჯანსაღ გარემოში ზრდი ბავშვს და რაღაცა უფრო ფსიხალისი შემოგაქვს თითქოს ცხოვრებაში, მაგრამ ეს თემები ნამდვილად არ მეგონა. აი ხა ძალიან საინტერესო რაღაც თქვი შენ ნახე, აი მაგაზე კიდე ძალიან კარგ რაღაცას გეტყვი და აი ვინც ისმენს, ალბათ მისცაც საინტერესო იქნება. ნახე, ერთ-ერთი მომენტი ის მე რაც გითხარი, როდესაც ტყიბულში გადავდიოდი, ეხლა ესე რომ ვთქვათ, ცოტა ისეთი მხარე, რომელიც დადებითი და უარყოფითი, ხო? რომ აი ბუნებაში გაიზარდა ადამიანი, არის კარგი რესურსი, უფრო ჯანსაღი გარემო, კი ბატონო. მაგრამ მე მიმაჩნია ესე, რომ შენ შეიძლება ბუნებაში და ჯანსაღ პირობებში ჰაერზე გაზარდო, მაგრამ მენტალურად თუ იქ არ არის ჯანსაღი გარემო, ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ სიკვდილი არსებობს ბიოლოგიურით და მენტალურით. ანუ თუ შენ გაჩერებული ხარ და ხარ ზომბი, ესე რომ ვთქვათ, და ანუ სულ გატენილი გაქვს რაღაცა სტერეოტიპებით თავს, ანუ რამდენი ადამიანი გაედინება სოფლებიდან? რამდენი ადამიანი გაედინება ქალაქებიდან? როგორ ფიქრობთ, ანუ მათ ანუ თავისი მხარე არ მოწონთ? ან ბუნების რესურსებს ვერ აფასებენ, არა? ანუ სხვა პრობლემები არის აქ მოსაგვარებელი, რასაც თვითონ საზოგადოებამაც უნდა იფიქროს. ხო, და ნახე, რაც არ უნდა ჯანსაღად იკვებოდა ჯანსაღ გარემოში, აღზარდო შვილებით და შენი თავი სამყოფო ჯანსაღ გარემოში, მენტალურად თუ არ ხარ ჯანსაღი. რა თქმა უნდა. მაინც ავადდები. აუცილებლად გექნება ჯანმრთელობის პრობლემები და ალბათ იქ არის ამოსავალი. არა მარტო ჯანმრთელობის პრობლემები, იქ ბევრი რაღაცა არის ის, რომ ნუ ფსიქოლოგიათ, აი ხა მაგალითად ერთ-ერთმა მასწავლებელმა ერთხელ დამირეკა, მე უკარგესი ქალბატონი არის, ძალიან კარგად გზნობს ჩემი შვილი ამ სკოლაში თავს და მითხრა ესეთი რაღაცა, რუსკა ვიცი რა არისო, გოგონაზე მაქვს ლაპარაკი. ალექსანდრას რაღაცების მიტანმოტანა და რაღაცები უყურს, ხო ბავშვი არის 6 წლის, ხო? ხო და იქნებაცო თქვენცო დაელაპარაკოთ ამაზე და უთხრათო, რომ აი რაღაცა გატანაო თქვენგანაც გამოაქვსო, შეიძლება ჩვენგანაც რაღაცა. ოღონდ ძალიან ჯანსაღად შეიძლება ბავშვებს. მე ვუთხარი ესეთი რაღაცა, რომ ანუ ძალიან დიდი მადლობა ამას რომ მეუბნებით, მაგრამ მე ალექსანდრას არ ვუზღუდავ აი ამ ასაკში რაღაცების დამალვის თემას. არა აქვს მნიშვნელობა, ჩემგან გამოიტანოს. არანაირი მნიშვნელობა, მართალია თუ ტყუილია თუ თვითონ რაღაცას უკეთებს, თორე მე არ აი ნახეთ რას უსმევ ხას. რომ ფსიქოლოგიურად ეს უკვე აი საბჭოურად გადმოცემულია, ან კოლექტიურ ცნობიერში ჯერ კიდევ არსებობს ის, რომ აბა ეხა შენ ამბისტანია ხო არა ხარ და მე ესეთ ბავშვებს აი ხვდებით რამხელა ფუნდამენტია ლაპარაკა. ოჯახური ამბების გატანას გულისხმობ. ხო, ანუ ზოგადად არა მარტო ოჯახური, ხა მასწავლებლებს სახში რაღაცა მოხდა, მეგობრებთან რაღაცა მე ხვდებით რას გულისხმობ. თავის ემოციებს. ხო, ხვდებით რას გულისხმობ. დღევანდელ ბავშვები ყველაფერს ესე რომ ვთქვათ ლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ბალანსი, აუცილებლად, მაგრამ აი კოლექტიურად ჩაკეტვა არ შეიძლება იმის გამო, რომ დღეს რო სუიციდი ხდება, დღეს რომ დედასთან შვილს კომუნიკაცია არ აქვს, იმიტომ რომ შენ ბავშვობიდან იმას უნერგავ, რომ მოდი შვილო შენ ეხა გაჩუმდი, არ თქვა სირცხვილია, ნათესავია, ეხა დაგჭიან, ეხლა იმას იზავენ. ანუ ბალანსი თვითონ უნდა იპოვოს. ნახე, წაიმტროს ის ცხვირს. ეს აუცილებელია ხა ჩემზე მე ღმერთზე და სამყაროზე ჭკვიანი რომ ვერასდროს ვერ ვიქნები მაგას ხო ორი აზრი არ აქვს მე მივცე პერიოდულ კორექტირებას რითიც შემიძლია მაგრამ როდესაც სკოლა გეუბნება გაჩუმდი ამბისტანია ხო არ ხარ ბაღი გეუბნება გაჩუმდი ამბისტანია შენი ბრალი აი შენ რო თქვი ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და რამდენი შემთხვევა ყოფილა რომ ბავშვი ოჯახში არის ძალადობის მსხვერპლი და ვერ იძახის. ვერ იძახის. და ზუსტად ეგ არის მიზეზი, იმიტომ რომ ვერ გაუგებენ. იცის რომ ვერ გაუგებენ. იცის რომ ვერ გაუგებენ. ანუ ამას იმხელა ფსიქოლოგიური კონტაქტად, როდესაც მუშაობ საჯარო დაწესებულებაში, ბაღშიც კი რომ მუშაობ, ხო? იმხელა დაფიქრება გმართებს, იმიტომ რომ ის არ არის ერთი საათის ამბავი, შენ მთელ ცხოვრებას შეიძლება უნგრევდე. თელ ცხოვრებას უნგრევდე. როგორ შეიძლება დედამ ხმა არ ამოიღო ამაზე? მე უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენ დანაშაულად მიმაჩნია. აი პირდაპირ გეუბნებით. მე არ ვიძახი იმას, რომ მე ვარ უნაკლო დედა. არანაირად იდეალური, აი ვინმე მაწიოს ხედავ თქვას, რომ ის არის იდეალური დედა. ამას ვერასდროს ვერ, მაგრამ ხო რაღაც ფუნდამენტი, რაზეც გიფიქრია, ხო? რუსკა საკმაოდ აქტიური ხარ ბუნებით, პირველად შევხვდით და შენი ვიდეოებიდანაც იგრძნობა პრინციპში, რომ საკმაოდ ესეთი აქტიური ცხოვრების ტემპი გაქვს. როგორ შეეგუო იმას, რომ ქაოტური დედაქალაქიდან გადახვედი შედარებით წყნარ და მშვიდ ქალაქში?
პირველ რიგში როგორც გითხარით, არ მოვერგე იმ ცხოვრების სტილს, რასაც თვითონ ქალაქი ცხოვრობს. იმიტომ რომ მე რო ამ სტილს მოვგებოდი, ერთი კვირა მაქსიმუმ იქ გავშევ. არ მარტო ტყიბულზე არ მაქვს ლაპარაკი, სადაც არ უნდა ვიყო. ეს ერთი, მეორე ტყიბული არის იმდენად შემოქმედებითი და მდუღარე ქალაქი სინამდვილეში, რაც არ ჩანს. და იმხელა ენერგიის მატარებლები ადამიანები ცხოვრობენ, მე გავაბე ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, ესე რომ თქვა. და ის ადამიანებს ძალიან დიდი სიხარულით დაიწყეს ჩემთან ესე ვთქვათ თანამშრომლობა, კომუნიკაცია. ამ ადამიანების და ჩემი ენერგიები, რაც ამათაც უნდათ, ხო, უბრალოდ აქაც სოციმედია იყო, კონტენტ კრეატორი იყო, არავინ არ იყო, ერთად აფეთქეთ ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად ვერ შევეგუებოდი პირდაპირ ვიძახი, რომ არა ეს ადამიანური რესურსი, რაზეც დგას ტყიბული. ამიტომ რა გიჭირდა პირველ პერიოდში ყველაზე მეტად? შეგუების პერიოდში. აი მიჭირდა ძალიან ჩემი მეგობრები, იმიტომ რომ მთელი ჩემი ფასეულობა გადის ჩემს მეგობრებზე, ჩემ ბავშვობაზე, ჩემ წარსულზე, ესე რომ ვთქვათ და დღემდე მაქვს ეგ. მე გამურბი ვარ ხოლმე. ხო, აი, ხშირად ჩამოდიოდი ხოლმე პირველ პერიოდში განსაკუთრებით. კი, ხშირად ჩამოდიოდი და თვითონაც ხშირად ჩამოდიოდნენ. ძალიან ხშირად. ამიტომ ალბათ ახლაც ინარჩუნებ. ეხლაც ვინარჩუნებ, მაგრამ ზამთრის პერიოდი ცოტა მიძინებული გქონდა, იმიტომ რომ გზები და თითოეულობა, მაგრამ ეხლაც ვინარჩუნებ და ეხა უკვე სულზე არიან, რომ უკვე ჩამოვიდნენ ტყიბულში და მოვაწყოთ ამბები. აი ზამთარი ზოგადად დედაქალაქშიც ცოტა მოსაწყენია ხოლმე და ტყიბულში როგორ უმკლავდები ამ მოწყენილობას? ხო, ტყიბულში გამიჭირდა ზამთარი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი ჩერდება, იმიტომ რომ შეიძლება დიდ თოვლობამ დააზიანოს პირობითად ინტერნეტის ქსელები, დეინი მაღალმთიანი არის ტყიბული, თავისთავად ამას თავისი გარკვეულწილად ხარვეზებიც ახლავს. ამას ვერავინ ვერ გაექცევა, როდესაც მაღალმთიანში ცხოვრობ. შესაბამისად, ცოტათი გამიჭირდა, მაგრამ მაინც თოვლის იმით ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად თოვლის სიხარულით თოვლის სიხარული ჩავანაცვლე, იმით რომ არაფერი არ ხდებოდა. გავაბოტებდი, გამოვაბოტებდი, ვიდეოებს ვიღებდი და ასე შემდეგ. აი პატარებს როგორ ართობდი მოგდა? აი ანალოგიურად მაგით ვავართობდი პატარებსაც და ესე გადავიტანთ. თბილისშიც მომყავდა პარალელურად, სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ ბავშვებისთვისაც ახლა თოვლი მაინც ისეთი თემა იყო. პირველი თოვლი იყო დიდი და მოწონდათ, ამიტომ ეს წელი ესე გადავიტანე და შემდეგ წელი როგორ იქნება? პირველი წელია, ხო? პირველი წელი მაინც შედარებით ის. დიდები უფრო გააზრებულად ვუყურებთ ხოლმე ამ ცვლილებას, მაგრამ საინტერესოა ბავშვებისთვის როგორი მისაღები იყო ერთი საზოგადოებიდან მეორე საზოგადოებაში გადასვლა, სადაც საერთოდ სხვა მენტალობაა, ასე თუ ისე, მაინც განსხვავებული გარემოა. დიდად არ გაუჭირდათ სიმართლე რომ გითხრათ, ანუ ძალიან კომუნიკაბილური შვილები მყავს, ხო? ამაში ვგავართ ერთმანეთს, ესე რომ თქვა. სტრესი არ ქონიათ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ახლა მეზობლებიც, ახლობლებიც, ჩვენც, ახლა აჩის დედაც, ახლა ამდენი ხანი შვილიშვილები არ ყავდა, ანუ იმდენად ჩამულები არიან და დღესაც რო კითხავსათ, ხო, მოგზაურობაში ვართ ჩვენ ტყიბულში. ყველა ეფერება, ყველას, ანუ ძალიან თბილი ხალხი არის, ისე რომ აი ცივი ხალხი იყოს, დაჟე ზედმეტადაც ზოგჯერ ანებიურებენ ხოლმე, ესე რომ თქვა. ამიტომ ეს არ ქონიათ, ერთადერთი რასაც განიცდი და ალექსანდრა უფრო, ეს იყო დეიდაშვილები, რო დატოვა აქ, იმიტომ რომ მათ ხო მათთან ხშირი კონტაქტი ქონდა და ეს კატო თემა და ეს ქონდათ, მაგრამ არა იმ დოზით, რომ დეპრესიაში გადასულა. მარტივად ჯერჯერობით ისე მარტივად ლახავენ ამ თემას. გქონია ისეთი პერიოდი, როდესაც თბილისში დაბრუნებაზე გიფიქრია? კი. მიფიქრია. არ გადამილახია. ჯერ კიდევ ვფიქრობ? ხო, არა, ეს აუცილებლად ადრე თუ გვიან მოხდება. აუცილებლად. უბრალოდ თბილისში დაბრუნებაზე იმიტომ კი არ მიფიქრია, რომ ტყიბულში მე რამე არ მომწონს. არა, აი აბსოლუტურად ლაღად და ძალიან ისე ჩემ ცხოვრობით ვცხოვრობ, ესე რომ თქვა. უბრალოდ რა არის, იცი ხა მე თბილისში დაბადებულ გაზრდილი ვარ, რაც არ უნდა იყოს, შენი ძირი და შენი ფესვი და შენი მენტალობა ყოველ შემთხვევაში ჩემი გული მაინც არის ამ ქალაქში, ესე რომ თქვა, ჩადებული, ხო? ოქროს სასახლეში რო ჩამსვან, ალბათ მაინც დავბრუნდები თბილისში. ეს ენერგია სულთან დაყვება ადამიანს. ხო, ეს ყოველთვის სულთან დაყვება ადამიანს. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კუთხე არ მიყვარს, ვინც მე მიცნობს, ყველა მიცის, რომ
რა ვიცი, მე ჩემ თავს ვაღიარებ როგორც საქართველოს ერთ-ერთ გულშემატკივარს და პატრიოტს ნამდვილად. უბრალოდ ბუნება მაქვს ასე მოწყობილი. უნდა ვიმოგზაურო, სხვა ადგილებში ვიცხოვრო, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ არ დავკარგო თბილისთან, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ფესვები და კავშირი. ხო, ანუ გრძელვადიანად და ასე რომ ვთქვათ, მთელი ცხოვრება იქ დამკვიდრებას არ გეგმავ. ხო, არა, ესე ვერც მივიღებ, იმიტომ რომ არასდროს არის ცხოვრებაში. ამ ეტაპზე ვცხოვრობ და ვაგრძელებ ცხოვრებას და კიდევ გავაგრძელებ რამდენი ხანიც სამყარო ღმერთი და ჩვენ მოვისურვებთ. შეიძლება მთელი ცხოვრებაც ვიცხოვრობ, მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება არა. ანუ ამას ესე ვთქვათ, პირდაპირ ხარგასმით ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ რა ხდება, ხო, ცხოვრებაში. რას გვიმზადებს ცხოვრება, კი. ქალაქიდან წასვლის გადაწყვეტილებამ შენს ოჯახთან და შვილებთან მეტი დროის გატარების საშუალება მოგცა იმის მიუხედავად რომ აქაც დისტანციურად მუშაობდი და იქაც აი რაღაც ქალაქი ხომ მეტად ქაოტურია და თითქოს დრო ისე გაგვერბის რომ ვერ ვიგებთ და მგონია რომ რეგიონებში ცოტა დროის მსვლელობას რაღაცნაირად შენელებულია და უფრო მეტად აფასებ თითქოს თითოეულ წამს და შენ გქონია ეგ მომენტი რომ აი იგრძენი რომ მეტი დრო გქონდა რეალურად არა და გეტყვი რატო აქაც მე 5 წლამდე ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე სოციმედიაშიც ვიყავი უკვე 60,000-იანი გამომწერი მყავდა და ხა 60,000 გამომწერი რო ყავს, ანუ პატარა შრომა არ არის იქ ჩადებული, ხო? ძალიან დიდ დროს ვატარებდი ჩემს შვილებთან. ეხლა უფრო თითქოს ნაკლებად დროს ვატარებ ვიდრე თბილისში. არ ვიცი ეს რანაირი პარადოქსია და ვერ ავხსნი ამას. ალბათ იმიტომ რომ სულ რაღაც სანახავი და რაღაც ანუ სულ თემა არის, ესე რომ ვთქვათ. აქედან დისტანციურად მართავდი თბილისიდან, მაგრამ იქ სანახავი არის. ხვდებით რას გეუბნები? შესაბამისად ბავშვებთან პირადად ჩემი ჩართულობა და დროის დიაპაზონი უფრო მეტი იყო თბილისში. აი ხო პარადოქსულად ჟღერს ალბათ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვიდრე არის ტყიბულში და ეს ნამდვილად ესეა. თუმცა ალბათ სხვებთან სხვანაირად არის. ნუ ჩემთან რაღაცნაირად ესე არის, რომ აი თავისუფალი დროის აქტივობები როგორ შეიცვალა? აქ რას აკეთებდით თავისუფალ დროს ოჯახი და იქ რას აკეთებთ? აი მე ცუდი დიასახლისი ვარ და ეს მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო. მე ხო ეს რა თქმა უნდა არ არის საჰამაყო ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ყველამ უნდა თავისი საქმე აკეთოს, ესე მგონია რა, ანუ ვის რა შეუძლია. კარგია რომ კარგი დიასახლისი ხარ, კარგ სადილებს ამზადებ, თუმცა მე და ჩემი მეუღლე ამაში არაჩვეულებრივად ვათანხმებ. ეს იმას არნიშნავს რომ მე არ ვაკეთებ ან არ ვალაგებ, არა, ჩვენ ვათანხმებთ ამ ყველაფერს. არც თბილისში გამოვირჩეოდი ეს რომ თქვათ დიდი დიასახლისობის რეჟიმით, უფრო მეტ დროს უთმობდი ბავშვებთან აქტივობას, ჩართულობას. არც ტყიბულში არ გამოვირჩევი, არც ჩემ თავს არ ვუწესებ ამას და რაღაც არ ვიჯი თავს, რომ იმერეთი ხო იცით როგორი არის, ხო? საერთოდ ქართული მენტალიტეტი როგორი არის, რომ აუცილებლად უნდა იყო რაღაცები, მატრიალოს და პირველი რას კითხულობენ, აბა როგორ ამზადებს სადილებს და რაღაცა. ნუ ძველები ალბათ უფრო, ხო, როგორი მეოჯახია, ხო? აი მე პირდაპირ ვამბობ ამას, რომ მე როგორც დიასახლისი, ესე რომ ვთქვათ, წყალწაღებ არაფერში მე მაგაში არ ვარგივარ. არც თავს არ ვიდანაშაულებ ამაში, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრება არის და შეიძლება მე არ ვარ კაი დიასახლისი, მაგრამ ამის საპირწონე ძალიან დიდ რაღაცებს ვაკეთებ და მე რო დიასახლისობას დაუთმოდ რომ ის ადამიანები და ის დაიკარგება რომლებიც წლები გაგრძელდება ჯერ კიდე ვინც ვერ ხვდება რაღაც. რუსკა, როგორია დღეს შენი ერთი დღე? გავიღვიძე, ბავშვები ვანაწილებთ სკოლას და ბაღს. მე იქ რა თქმა უნდა სახლის საქმეები იწყება რომ რაღაცა და დავალაგო. ტყიბულში არის წყლის პრობლემა, ძალიან დიდი ხანი არის, სასმელი წყლის პრობლემა არსებობს და ამაზე საუბრობენ კიდევაც თვითონ ტყიბულელები, არ ვიცი როგორც ვიცი რაღაც პროექტი არის შემუშავებული, რაც მოაკვარ, ხო? უნდა მოასწრო აუცილებლად, რომ ხო წყლის ავსება, დაბანა, სარეცხის გარეცხვა მობილიზება, მოწესრიგება ამის მოსწრების ეტაპზე ვარ ხოლმე ძირითადად. მე ან მედიტირებ როგორც გითხარით, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების რუტინა არის, ან რაღაცა გეგმებში ვარ ჩაბმული, მე ისე ბაღი ან სკოლა და ასე შემდეგ. ან ჩვეულებრივად არაფერი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ძირითადად მაინც საოჯახო საქმეები რა, რომ ის გააკეთო, ეს გააკეთო. არ მაქვს ბევრ ხალხთან კონტაქტი.
მეგობრები არ მყავს ტყიბულში, მაქვს ძალიან კარგი კონტაქტები, რომელსაც ვენდობი ესე რომ თქვა, პოზიტიურად ხვდები და დიდი სიყვარული ხვდები, მაგრამ აი ესე როგორც თბილისში მაგრეთად მოდი გოგო ყავა დავლიოთ და ვიჭორაოთ თემა და იცი რომ აი მეგობარია, იმიტომ რომ მეგობარი დიდი პასუხისმგებლობა და ეს ყველას ვერ დაარქმევ. ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ მყავს შეიძლება, იმიტომ რომ მე თვითონაც არც დროის დიაპაზონი არ მაძლევს საშუალებას და არც დიდი ხანი არ არის რაც ტყიბულში ვარ. შეიძლება ამის გამოც ესე რომ ვთქვათ. როგორ ფიქრობ, დედაქალაქში ცხოვრებისას უფრო პროდუქტიული იყავი თუ ახლა? მოდი დავიწყოთ იმაზე, რომ აი პროდუქტიულობის განსაზღვრებაც ცოტა მე სხვანაირად მაქვს რა. მე როდესაც თბილისში ცხოვრობდი, მე ვაკეთებდი სიცილის და პოზიტივის კარნავალს დიათაუბერძისა და მაგნო შავდიასთან ერთად 3 წელიწად. ანუ ეს იყო მასშტაბური, განსხვავებული კარნავალი და თბილისის მერიას თან რა თქმა უნდა, ახლა გზების გადაკეტვა და მთელი სპონსორები და მთელი თემები გჭირდებოდა. მე ვარ წიგნის ავტორი, ეს არის ერთ-ერთი მარკეტინგული დღიური, ამის ავტორი. ასევე რაღაც აქტივობებში ძალიან ხშირად ვიღებდი მონაწილეობას მარკეტინგში, ესე რომ ვთქვათ. რა სახელწოდებით არის შენი? მექსელეს დღიურები. ამაზე YouTube-ზეც რო ჩაწეროთ, ანუ ან სიცილის და პოზიტივის კარნავალი ინტერვიუებსაც ნახავთ, დღის გადაცემებსაც ნახავთ, პროდუქტიულობას ნახე, კამერის ხელში ჭერა ჩემთვის არ არის პროდუქტიულობის მაჩვენებელი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტყიბულში ბოლომდე, ტყიბულში სადაც არ უნდა წავსულიყავი, ანუ ჩემი პროდუქტიულობის მაქსიმუმს არ მიმიღწევ, იმიტომ რომ მე ზოგადად მინდა რომ კამერის იქით კიდე რაღაცა მეტი სიკეთე დაითესო. ზუსტად ამიტოა რომ ჩემ ვიდეოებში ნახავთ რეჟისორებს, მხატვრებს, უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც ვწერ, ხო, ისტორიებს სოფლებიდან, ანუ ბევრ რამეს აბსოლუტურად რა. იმიტომ რომ მე რომ მქონოდა იმის განსაზღვრა, ვიცი რა არის, ეხლა მე ჩემი რეიტინგით მარტო ხედებს გადავიღებ, ეგრე შეიძლება ვიღაცებს ჩემზე მეტი რეიტინგი გქონდეს მარტო იმიტომ რომ პირობითად ერთი რაღაც კადრი აქვს კაი გადაღებული, რომელიც ცნობადია. ეს არ არის პროდუქტიული ჩემთვის ვიღაცისთვის შეიძლება არის. ჩემთვის მე უკვე ვიტყვი რომ პროდუქტიული შეიძლება ვარ, სადაც არ უნდა ვიყოს, იქნება ტყიბული თუ მაშინ, როდესაც კიდევ ერთი აგურით მეც დავდება, ანუ იმან რაღაცა მოუტანა. ამ შემთხვევაში მე ვიტყვი რა, როგორც მაგალითად თბილისში მე ვთქვი რომ უნდა გავაკეთოთ ის კარნავალი, კამერაც მეჭირა ხელში, 200 ბავშვიც მყავდა პოზიტივების, მთელი ისიც მაშინ პროდუქტიული იყო, იმიტომ რომ ამან მოიტანა რაღაცა აკეთილ დღეს შედეგი. ეს არის უკვე ჩემთვის პროდუქტიულობა. დღიური შევქმნილი გამოიყენეს ადამიანებმა კარგად რაღაცები და ეს არის უკვე პროდუქტიულობა. ის რომ მე კამერა მიჭირავს ხელში ეს ჩემთვის პროდუქტიულობა არ არის. ანუ უფრო მეტი შემიძლია რომ გავაკეთო, ესე რომ ვთქვათ და თუ იმას ჩავთვლით რომ ტყიბული სიტყვას რადგან ეხლა მე ტყიბულში ვცხოვრობ, უფრო ცნობადი გახდა დღეს და სხვა თვალით დაინახეს, ამ კუთხით შეიძლება არის, მაგრამ ჩემი რესურსი მე ვფიქრობ რომ აქ ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთება მინდა და შემიძლია, ესე რომ ვთქვათ. რუსკა, სოფლის მეურნეობას ეწევით? სიამოვნებით გავაკეთებდი მაგას, მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ტყიბულს ქალაქს არ აქვს, ესე რომ ვთქვათ, მიწები სოფლებს კი ბატონო აქვს. ჩვენ არ გვაქვს ეს მიწის ნაკვეთი, სადაც შეიძლება სოფლის მეურნეობას მიყო ხელი, მაგრამ აჩის დედას სადაც ცხოვრობს სახლი არის საკუთარი სახლი, მათ გვაქვს ეზო, ზევით მიწა, სადაც გარე კაფის გაკეთებაც მინდა. ჩემ მეუღლესთან ერთად და რაღაცებს ჩიჩხინებ. ესე რომ ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობით დაკავებული, სამწუხაროდ არ ვარ, თუმცა მივესალმები ყველა იმ ადამიანს და ძალიან დიდი რამეა ბუნებასთან კავშირი აი ამ კუთხით. იცი რა მაინტერესებს კულტურული აქტივობების კუთხით, როგორც არის თეატრი, კინო, სხვადასხვა ღონისძიებები, აი ამ მხრივ როგორი სიტუაციაა ტყიბულში? ნუ კულტურული აქტივობები კი აქვს ტყიბულს, ნამდვილად აქვს. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი არის, თუნდაც აი ინფრასტრუქტურა თუ რაღაც, ანუ ამის კიდევ უფრო მოწესრიგება ჩემი აზრით შეიძლება. ის რო არის კულტურული აქტივობა, იმას ხელშეწყობა უფრო მეტი ჭირდება, რომ ის ერთ დონეზე არ დარჩეს, ხო, მეთანხმები თამაში, ხო, კაი სიტყვაზე ერთხელ რაღაცა დავდგი, ერთხელ რაღაცა გავაკეთე, მაგრამ რაღაცა ცვლილებები არის აუცილებელი, თუნდაც პირობითად იქ რო ნატურა არ მუშაობდა, ნუ პრიმიტიულს ვიძახი სიტყვაზე მაგალითზე და აქ რო 10 სპექტაკლი გაიმართა თუ სადღაცას რაღაცა დაიდგა, ის გავაწესრიგო, ის მოვაწესრიგო, იმას ისჭირდება, იმის აი ამ კუთხით ცოტას მეტად მე მაგალითად დავხვეწავდი. არის რამე ღონისძიებები, რაც ტარდება პერიოდულად გარდა თეატრისა? ტყიბულ ქალაქობა არის.
რომელიც აქტიურად ტარდება და საკმაოდ კარგად. კინოთეატრიც გააქვთ? კინოთეატრი იყო, მაგრამ როგორც ვიცი, ახლა კერძო პირს ეკუთვნის და ამ ეტაპზე ამის აქტივობა სამწუხაროდ არ მიდის და არის უფრო ცეკვის სტუდიები გამოდიან ხოლმე რა. აი უფრო მეტად ცეკვის სტუდიები, თუმცა ტყიბულს ყავს თეატრი, მაგრამ ადგილობრივები არ არიან, როგორც ვიცი, მსახიობები. სპორტული კუთხით? სპორტული კუთხით საკმაოდ აქტიურია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კონკრეტულად ოლიგ ფანჩულიძეს. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ნახეთ ტყიბულში კუნგ-ფუს სკოლა, თვითონ ადამიანი იმდენად შეეფერება ამ სახელსაც და იმდენად მოწესრიგებულია და ძალიან ბევრი თაობა ყავს გამოზრდილი. მე დამყავს ჩემი შვილები კუნგ-ფუ სკოლაში. სპორტული აქტივობები აქვს, მათ გაყავს დაჯილდოებაზე, ასევე როგორც ვიცი, ფეხბურთიც. მე ხლა ვიყავი მიწვეული და ფეხბურთის მეშახტე. აქტიურად არიან და ეხა განაახლეს და როგორც ვიცი, წინსვლები აქვს და კიდე წინსვლას ვუსურვებ. ნუ აქვს რაღაცა მე კონკრეტულად რასთან შეხება მქონია, ესენი ვიცი, ხო. რუსკა სპექტაკლში მონაწილეობა ახსენე. როგორ აღმოჩნდი თეატრში? სცენაზე არა მსახიობი. ხო, როგორ აღმოჩნდა ძალიან დიდი და საინტერესო ისტორიები აქვს ამას. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ლალი კუბლაშვილმა, რომელიც არის რეჟისორი და აქტიურად ბავშვებიც ყავს და მთელი ქალაქი მისი მადლიერია და მართლაც ძალიან დიდ შრომას დებს თეატრის განვითარების თემაში და დაიდო პოსტი, რომ ვისაც გულით გინდათ და აი როცა ადოთ ესე იგი სპექტაკლზე მოხვდეთ, ვიწო ყველა იმ ადამიანს და მე თქვენ დაგაყენებთ სცენაზე ესე ვთქვა. ხო და მე ვინ თუ არა ვინ როგორ არ წავიდე ხლა სპექტაკლზე. ეხლა სცენაზე ვდგარ ვარ, სპიკერიც ყოფილი ვარ, მაგრამ თეატრი არის აბსოლუტურად სხვა სამყარო, აბსოლუტურად სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს. ერთი ეგ მომენტი იყო, რომ მოდი ეხლა მე ავდგები და სპექტაკლში მივიღებ მონაწილეობას და ვნახოთ ერთი რა ბედენა შვილი ვარ, ესე რომ ვთქვა და მეორე мотиваცია ნამდვილად იყო ის, რომ მე ჩემ თავს მოვალეობად ჩავუთვალე, რომ მივსულიყავი და სპექტაკლში მიმეღო მონაწილეობა კარგად გამომივიდა და ცუდად გამომივიდა და ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმისთვის, რომ აი ახალგაზრდები, რომლებიც აი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, ესე რომ ვთქვათ და აი აღარ იღებენ დიდ რაღაცებში მონაწილეობას, რაღაცნაირი мотиваცია მიმეცა. ეს ნამდვილად იყო ჩემი ის, რომ მოდი, კაი, რა უნდა მომივიდეს ახლა და წავალ, ანუ ორივე კუთხით დასაწყისში ეს იყო. ერთი რომ мотиваცია ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის და მეორე რომ მოდი აბა ჩემ თავსაც დავტესტავ, ესე რომ ვთქვათ. სპექტაკლი იყო შიშიმუპირზე, რეალურ ამბავზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ისინიც იყვნენ ჩამოსულები, როცა ტყიბულში პრემიერა გაიმართა. რთული იყო საკმაოდ. მე რკინადეფიციტური ანემია მაქვს და კიდევ უფრო რაღაცაც რთული ფორმებიც მე მგონი. თეატრში არ არის გათბობა. ან როდესაც უკვე გადავდიოდით თეატრში, ერთადერთი რაც ანუ ძალიან მანაღლებდა ეს იყო, რომ ანუ მე რო ტანსაცმლის გახდა გამოხდა მომიწევდა, ანუ ცუდად არ გამხდარიყო. ანუ ოდნავ სიცივეზე, ან ოდნავ სიცხეზე სისხლი იწყებს გაჩერებას და ან ენა მიბრუშდება, ან რაღაც. ხო და თან სტრესიც არის, რა თქმა უნდა და პრემიერა არის მოსული. ეხლა მე წარმოვიდგინე, ამდენ ჯერ ტელევიზიასთან, ამდენ, ანუ არანაირი პრობლემა არა მაქვს რა, ეხლა რა თქმა უნდა ის მაქვს. და ამიტყა და პანიკა. ანუ როგორი პანიკა მაქვს, იცი რომ აი მეთქი ფარდა არ გააღოთ, არ გახსნათ ფარდა. არ გავცუდათავა. პირველად ვნახე ჩემს გამო ამდენი ადამიანი ჩემ თვალწინ ლოცულობდეს. ანუ მართლა ცუდად ვიყავ, იმიტომ რომ სიცივე მომიტანა პარალელურად სტრესი, პარალელურად პასუხისმგებლობა. დამიბრუშდა ენა და მეთქი ხა სცენაზე რომ გავალ ესე ხო არ ვილაპარაკებ. ხო და ის რა ქვია, თან დიდი თეატრი აქვს, ძალიან დიდი თეატრი აქვს. ხო და ნუ საბოლოო ჯამში ამათმა ლოცვამ გადამარჩინა თუ რა ვიცი და არ ვიცი ხა მე კი მაქვს ხოლმე რა ეს მობილიზების მომენტი. რაღაც რამის ვალერიანებით მომაბრუნეს, მიმაბრუნეს. იქიდან იწევდა არ გახსნათ, ფარდა არ გახსნათ. გაიხსნა ფარდა და წამიდან, აი იმ წამიდან როგორც კი ფარდა გაიხსნა ანუ ეგრევე გადაბრუნდა ყველაფერი. კაცი ადამიანის შულს არ უგუძნია რომ მე ვიყავ ისე რომ ერთი სცენის მაგივრად 5-ს ხედავდი. და როგორც ვიცი არ გავდიოდი 2 დღე და ღამის სახელიდან სპექტაკლმა ჩაიარა ძალიან მაღალ დონეზე. ანუ ამ ადამიანმა შეძლო რომ ჩვენგან, აი წარმოიდგინეთ ეს არ არის პატარა ამბავი რა, რომ ადამიანებისგან რომლებიც
პრაქტიკულად ანუ სცენაზე არ დგარ იქ ხარ გადიხარ ანუ თუ იმაში რა ორი კაცი როგის ანუ 600 კაციან დარბაზში გადიხარ შეძლო რომ აი ჩვენნაირ დილეტანტებისგან ესე რომ თქვა და არამოყვარულებისგან ისეთი სპექტაკლი დავდგით თემატურად და შესრულების კუთხით რომ რა ვიცი მე მაგალითად ტარს უკრავ ნამდვილად შემოქმედებითი კუთხით ეს არის ძალიან დიდი რესურსი იმიტომ რომ მთელი ქალაქი ლაპარაკობდა ამაზე და ხალხი ტირილით გადიოდა ემოდიოდა თურმე და ამიტომ ესე მოხდა ძალიან რთულ პირობებში. ძალიან ბევრი რამე დამანახა რა. თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით, თუნდაც თვითონ აი სპექტაკლის სიღრმე, იმიტომ რომ ეს გოგონა მე ვის როლსაც თამაშობდი თაია, თავარი როლის შემსრულებელი ვიყავი. ანუ არ არის პატარა ამბავი, რომ შიში პირს გაყვე ცოლად და თან შენ იბრძოლო, თან ოჯახი იყო წინააღმდეგი. ჩემგან განსხვავებული ქალის ტიპი იყო, მაგრამ რავი, აი ეს პერსონაჟი მაგალითად ჩემთვის რა აი ღმერთების სიმაღლეზეა, იმიტომ რომ აი მე ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს, ჩვეულებრივ ხელფეხიანი ადამიანის ბოლომდე გაგება და კონფლიქტის გარეშე უკვე ვიღლები, აი წარმოიდგინეთ რომ შენ გააზრებულად დგავ ამ ნაბიჯს, რომ რამხელა სიყვარული უნდა გაგაჩნდეს. რომ შენ ეს ამიტომ მე თვეობით ანუ 3 თვე იყო ახლა ბოლო თვეს უფრო დავკრა ფიქრობდი ამ გოგონაზე რომ აი რა мотиваცია ამოძრავებდა რომ ამხელა წარსულში რომ დაგაბრუნა. დამაბრუნეთ. ხომ არა ერჩევდი სამსახიობო კარიერას? გენეტიკურად ჩვენ სიმღერაც ეკვა დაკვრა და სამსახიობო თემა მოგვდევს ესე რომ ვთქვათ, მათ შორის მამაჩემს უფრო კარგად. ჩემს შეიძლება რაღაც გადმონაშთები არის. ხო ფართო მასშტაბზე შეგეძლებოდა რომ მიგეწვდინა ხმა რაღაცნაირად ამაზე არ გიფიქრია? ეგეც შეიძლება, კი, ხო, კი. არ არის გამორიცხული, ხო? თან სცენაზე ცოცხლდება ჩვენი რეალობა. მაშინ ცხოვრობ და ის მანკიერი თვისებები ყველაფერი ჩანს სცენაზე და აი ამ კუთხით თუ გიფიქრია. კი, მიფიქრია და ალბათ მაგიტომაც მივედი ამაკ შემოთავაზე შემთხვევით არაფერი არ ხდება. შეიძლება ვიღაცამ გამოაცხოდეს რომ მე ხა იმ მშენებლობაზე ვიწვევ მოხალხე პირობითად, მაგრამ არ მიხვიდე იქ. რა თქმა უნდა, იქ რაღაცა ყოველთვის არის. ამიტომ რა ვიცი, კი როგორ ფიქრობ ზოგადად ბუნებასთან ყოველდღიური სიახლოვე ადამიანში რას ცვლის? სულიერებას, პასუხისგებლობას და ენერგიებს. აბსოლუტურად. აი ესეთი ნათქვამიც არის, რომ თაში ერთხელ თუ მაინც ხარ ნამყოფიან სოფელში ან რაღაცა მიწასთან შეხება გაქვს, ხო? შენ გინდა არ გინდა ტრანსფორმაციები ხდება, იმიტომ არის, რომ აი სოფელში ნამყოფი, სოფელში გაზრდილი ადამიანებს გაცილებით, ახ ყველაზე არ ვიცახე, ქალაქელებმა არ გაიგონის ეს სიტყვაზე რომ რაღაცა ხო, გაცილებით ღრმა სულიერი სიღრმის მატარებელი ადამიანები არიან და ეს აისახება შემოქმედებაზე და თვითონ ადამიანებში და ყოველდღიურობაში. აი სოფელში მაცხოვრები ადამიანი გაცილებით ღრმა შეიძლება იყოს, თუნდაც თავისი ესე რომ ვთქვათ, იმ არა პიციკატოებით, რაზეც ჩვენ ესე მოგვაქვს თავი, რომ რამაგრები ვარ და რაღაც. არა, იმაში ერთი რაღაცა თქვას, ან წაიჩხუბოს, იმ ჩხუბშიც კი ძალიან დიდი სიბრძნე იტოს. ანუ ეს განსხვავებები არის რა. მე სამყარო სხვა ენერგიებს გაძლევს, აბსოლუტურად სხვა ენერგიებს გაძლევს და ამიტომ ეს ამაგარი. მედიტაციები ახსენე, როგორ მიხვედი ამ გზამდე? ძალიან ბევრი კითხვები მქონდა ჩემ თავთან, ღმერთთან და სამყაროსთან. და რაღაცები იყო, რაც დოგმატები, ნუ ვერ ვაანალიზებდი ესე რომ ვთქვათ. და ძიებ მომენტში ხან მონასტრებში ვიყავი, ხან იქ ვიყავი, ხან ძიება იყო მთავარი მომენტი, რომ რაღაცა არ გასვენებდა გამჩენი ესე რომ ვთქვათ. და მე რა თქმა უნდა, ვინც მედიტაციას ეცნობა ესე რომ ვთქვათ და მის ენერგიებს, ძალებს და ასე შემდეგ და ჩემს მნიშვნელობას საკუთარ თავშიც იპოვა ესე რომ ვთქვათ პასუხები. უკვე დავიწყე და მედიტაცია, იოგა, მე კარნავალი ვახსენე, მე მაგნოშავდია და მაგნოშავდიაც რა თქმა უნდა ინდოეთში დღემდე აქტუალურად ესე მედიტირებს, სიცილის იოგის ოსტატია და ასე შემდეგ. ანუ თელი ჩემი სამეგობრო ჩამოყალიბდა უკვე სულ ეს ხალხი მყავდა და ასე რომ აი აქედან ძიებიდან მივედი მედიტაციამდე და დღემდე როგორც შემიძლია აქტუალურად ვაგრძელებ ამ თემას. რა მნიშვნელობა აქვს სიცილს ადამიანის ყოველდღიურობაში? ეგ ხა ისევ ის კითხვა და გამახსენდა იქ რომ ვიყავ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ძალიან დიდი, იმიტომ რომ ენდორფინები გამოიყოფა და ეს არის ბუნებრივი რაღაც, რაც გაძლევს ძალას, უფრო მეტ ენერგიას, ნეგატიური ენერგია ძლიერი არის პოზიტიური ენერგია, ერთი პატარა პოზიტიური ენერგია იმ ნეგატივს აქრობს ესე რომ ვთქვათ, რთულია იქამდე მისვლა.
სასიცოცხლო ენერგიას გაძლევს, შემოქმედებით ენერგიას გაძლევს და იუმორსაც არ გაკარგინებს საკუთარ თავში. ამიტომ ძალიან მაგარი არის. მაგის პრაქტიკებიც არსებობს, შეგიძლიათ მაგნოშავდია და გუგლოთ, ნახავთ. კი, ძალიან დამაინტერესა. და რაღაცა და სუნთქვით ხდება. კი, სუნთქვითაც ხდება, ის ჯიბერიში არის ესეთი, სხვა პრაქტიკები არის, რომელთაც გაიძულებს, რომ იმიტომ რომ სიცილი დღეს პრობლემაა. მეც კი მიჭირს, აი წარმოიდგინეთ, სიცილის და პოზიტივის კარნავალის. ვიცინით ხო, აი თავშეკავებლად ვიცინით და რაღაც და ხო, ანუ ეს ენერგია დაკარგულია, რაც არის ერთი სასიცოცხლო როგორც ჭამა არის მნიშვნელოვანი ისე არის სიცილის მაშინ არ იქნებოდა ესე რომ თქვა ხო სიცილიც პოზიტივის და ასე შემდეგ და დეფიციტი გვაქვს ზოგადად ხო აი რაღაცნაირად საზოგადოებაში ესეა დამკვიდრებული და ეხლა თითქოს მაგ იდეოლოგიის მომწიფება მინდის რომ ტირილი არ დეხავს ესე ვთქვათ ხო მაგრამ სიცილზე არავინ არ საუბრობს არავინ არ საუბრობს სიცილზე არავინ არ საუბრობს სიცილი რაღაც უადგილოდ არ შეიძლება ძალიან ჩაკეტილი თემაა ხო და ეგ ძალიან საინტერესოა რომ თუ კი ტირილი შეგვიძლია და არ გვეზულდება ტირილი უნდა გამოვხატოთ მოცები რატომ არ უნდა ვიცინოთ იმიტომ რომ გიჟის იარლიხს საზოგადოება აუცილებლად მოგაგოს ამაზე უნდა ყველა დაფიქრდეს იცით რა არის იმიტომ რომ ჩვენ მქვით იმ რეალობას რაშიც ვცხოვრობ ის არავისი ბრალი არ არის ის არის თითეული ჩვენგანის ბრალი ამიტომ რავი თუ დაფიქრდებოდა ზოგადად ყველა ჩვენგანი თუ დაფიქრდება იმაზე რომ რა ვიცი თან როგორი გადამდებია გულწრფელი ხიმილი და სიცილი აუ შენ უნდა გენახავ კარნავალის და ჩვენთან რები ხდებოდა ახლა ალბათ გვიყურებენ ის ახალგაზრდებით და პრინციპში არა მარტო ახალგაზრდები ვინც დღეს ფიქრობს დედაქალაქიდან წასვლაზე რას ურჩევდი მათ ხო რა უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში უნდა გაიაზრონ რომ არის სხვა ტემპი სხვა გულისცემა სხვა მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი გაცილებით ძლიერი არის ვიდრე თბილისში განსხვავდება აი რომ წერა ხო ვისაუბრე მე რომ აი რაღაცა შინაურობა ესაც ერთგვარი დამახინჯებული ჩემი აზრით მენტალიტეტია ასე რომ თქვა რაც უფრო ერთგვაროვანია საზოგადოება უფრო იგრძნობა ხოლმე რაც უფრო ერთგვარია უფრო იგრძნობა ხო ანუ რაღაც დონეზე უნდა გააზრებული კონდეს რომ აი ამ ყველაფერთან მოუწევს ესე რომ თქვა პირისპირ შეხვედრა ხა მე რო თბილისში ვცხოვრობ პირობითად ამ ბათუმში ხო ანუ დიდ ქალაქში და ანუ შემიძლია ძალიან თამამად თანამოაზროები მყავდეს 100 და 200 კაცი იქ შეიძლება აზრობრივად გეთანხმებოდნენ მაგრამ ვერ გააკეთონ ან არ გააკეთონ ან არ თქვან ამიტომ აუცილებელია რომ ჩემი რჩევა იქნება რომ აუცილებლად გაითვალისწინოს სადაც მიდიხარ ხო აუცილებლად გააზრებული გქონდეს ეს უნდა გაითავისოს აუცილებლად რომ ყველა რეგიონს აქვს თავისი განსხვავებული მენტალიტეტი და ხედვა ერთი და იგივე რაღაცაზე იმათ კოლექტიური აქვს შენ ერთი ხარ და უნდა იყოს იმის გასაკეთებლად მზად რისთვისაც ჩავიდა მიწათ მოქმედებაა თუ რა უნდა უნდადეს გულით მიუდგეს საქმეთ გულით სიძნელები აუცილებლად იქნება და ალბათ ამის გარშე ადამიანის და არ ხდება ამიტომ უნდა იყოს მენტალურად მზრდაზე ჩემთვის პირველი მაინც არის კოლექტიური აზროვნება და მენტალიტეტის თემა რომელიც დამახინჯებულია თორე ყველას არ გულისხმობ რა თქმა უნდა საერთოდ რეგიონებს ჩემი აზრით რაც ხევს უკან ეს არის აი ეს რომ სირცხვილია აბა როგორ შეიძლება მეორე დღეს თვალებში როგორ უნდა შემოკვი მე დავაშავე გასაგებია მაგრამ აი როგორ შეიძლება ამის თქმა აი როგორ შეიძლება რაღაცა ანუ ეს წებულზე არ მაქვს მარტო ლაპარაკი რეგიონების პრობლემა არის ჩემი აზრით თუ ვწდები ამაზეც ბოდის ვიხდი მაგრამ ალბათ ბევრი დამეთანხმება ამაში ეს კრიშა ესე რომ თქვა ხო ბოდის ვიხდი ამ ჟარგონისთვის ეს ბარიერი მანამ იარსებებს ამ ცნობიერებაში იქ ანუ ყველანაირი განვითარებაზე არის ლაპარაკი ზედმეტი ხო აი ჩემი დაკვირვებითაც რეგიონებში თითქოს ხალხი ნუ ყველას არ გულისხმობ რა თქმა უნდა მაგრამ აი ზოგადი სურათი ჩემთვის ესეთია რომ თითქოს სხვისთვის ცხოვრობს ეგრეც არის იმდენად დრგუნავენ თავიანთ თავს აი თავის პირადს გადადებენ აი ეს რომ ანუ ეს არის უკვე კოლექტიურში რა ანუ ეს ძალიან რა ვიცი არ არის სასურველი ეს რა აქაც რადიკალი სწორად არ მინდა მიიღო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმიტომ რომ რა ვიცი კაი შენ გადადებული გაქეს შენ თავის შენ შვილმა რა დააშავა ხო შენ ხო გინდა უფრო უკეთეს მომავალში ცხოვრო განსაკუთრებით განსხვავებული აზრის მიმღებლობა გვიჭირს ძალიან გვიჭირს აგ რეგიონებშიც არის და ნუ
დედაქალაქშიც. დღეს რა გაცლავს ყველაზე დიდ мотиваციას? ყველაზე დიდ мотиваციას მაძლევს ჩემი შვილები. ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ჩემი შვილების მომავლისთვის ვაკეთებ და იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც აი ამ გარემოში უნდა იცხოვრონ. მართალია მე ძალიან პატარა რგოლი ვარ ამის. შეიძლება ვფაფხურობ ესე რომ ვთქვათ იმ დიდ მასშტაბებთან შედარებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემ თავთან მაქსიმალურად მართალი მინდა ვიყო, რომ შევქმნა ის გარემო, რაღაც ჩემი რითიც შემიძლია, ჩემი აგური და აი ეს არის ჩემი мотиваცია, რომ ჩემი შვილებისთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომ სადაც ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვრონ, შევქნა რაღაცა ღირებული, რაც მე შემიძლია. აი ეს არის მთელი ჩემი φιλოსოფია და мотиваცია. იცი რა, მასშტაბური ცვლილებების, სწორედ მიკროცვლილებებით იწყება და ყველა თუ შეიძლება დავიწყებთ ფიქრს, ალბათ შეიძლება, ხო. საზოგადოებაც სიკეთისკენ შეიცვლება. იმედს ვიტოვებ, რომ რა ვიცი, იქნება ესეც. წეგან გიკითხე, როგორ ფიქრობ, რა არის შენი მისია, თქო და მე მგონია, რომ შენ ხარ მომავლის ადამიანი. იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ ჩვენი მომავალიც ესეთი იქნება. ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ რაღაცა იქით მივდივართ ამ ციფრული განვითარების პირობებში, რომ აღარ უნდა დავებათ ერთ და იგივე ადგილს, აღარ არის საჭირო ოფისებში ჯდომა და რაღაცა უნდა ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ, აუცილებლად. და როგორ ფიქრობ, შენი ცხოვრება რომ ფილმი იყოს, რას დაარქმევდი? ჩემი ცხოვრება რომ ფილმი იყოს, რას დავარქმევდი? ეს სახელი შეიძლება უკვე არსებობს, მაგრამ ძალიან ახლოს არის იცხოვრე რათა მოყვე რა. ალბათ მაგას დავარქმევდი, იმიტომ რომ აი რაღაცა მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება არ არის რუტინული რა. კი, მე ხარ ასეც ვისაუბრე გარკვეულ სიძნელებთან, მაგრამ ეს არის ხელოვნების ნაწილი, შემოქმედების ნაწილი და ტრანსფორმაციის ნაწილი, რისთვისაც ღმერთის და სამყაროს ყველა იმ ადამიანის ვინც ცხოვრებაში რაღაცა მასწავლა, ყველასი აბსოლუტურად. მე მადლობელი ვარ ჩემი საკუთარი თავის. რატო? რომ ვარ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ჩემი ვიღებ გადაწყვეტილებებს, ჩემივე შეცდომებს მე თვითონ ვაღიარებ და 1000 მადლობის მაგივრად ერთი ბუწფელი ბოდიშის მოხდა შემიძლია. ძნელი არის, მაგრამ ბედნიერი ვარ. თავისუფალი ვარ. აი ყველასგან თავისუფალი ვარ აბსოლუტურად და მე ვფიქრობ ეს არის ჩემი ძალა და რატომღაც სხვებსაც მინდა რომ იყვნენ თავისუფლები და არ არის სასიამოვნო დაკომპლექსებული შებოჭილი და რომ ვიცი რის გულისთვის ხო? აი ამის გადმოტანას ვცდილობ ხა ვინ როგორ ხედავს და ვინ როგორ უყურებს ამას მე ვერ განსაზღვრავ. ეს ჩემი ცხოვრება არის ხო ვიღაცა სულაც არ უნდა რომ კომპიუტერიდან თავი ამოყოს ან რაღაც აბუთებიდან ან რაღაც არ ვიცი ეგ არ არის ჩემი თემა. ხო და ვისურვებდი რომ ჩემ შვილებმა გააგრძელონ ცხოვრება ისე როგორც მე ვცხოვრობ თავისუფლად. თავისუფლად და საინტერესო. და ხო, ნუ ჩემთვის ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ისტორიების და ალბათ ყველასთვის ხო, აი ყველა გამოკეტილები ვცხოვრობთ ზავთ კედელში. შენობიდან შენობაში გადავდივართ და შენ ამ დროს დადიხარ და ასეთ საინტერესო და მისტიურ აღმოჩენებს აკეთებ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. საინტერესო ადამიანი ხარ, ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ კეთილ და საინტერესო საქმეს გააკეთებ. უღრმესი მადლობა. მიხარია რომ ხართ გახსნილები საინტერესო ადამიანებისთვის, ასევე ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. ყოველთვის გამიხარდება თქვენი, რა თქმა უნდა, ვიდეო სიუჟეტების ნახვა, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესო თემებზე საუბრობ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო საინტერესო ადამიანებს მოიწევთ და გექნებათ ესე რომ თქვა დიალოგები. მეგობრებო, თქვენ უყურებთ დაფნეს პოდკასტს, ჩვენ დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.